დაუკითხავთ ან როგორ გააჩუქეს, ან როგორ აუქციონი არ ჩატარებულა და გაყიდეს და დაუმტკიცა იუსტიციით რეესტრით დამტკიცებული აქვს საკუთრებაში. ქუთაისში ბუკიას ქუჩის 3 ნომერში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს. მათი პროტესტის მიზეზი სკვერის ნაწილის გასხვისება და აღნიშნულ ტერიტორიაზე დრაივის ტიპის ჟიხურის განთავსების გადაწყვეტილება გახდა. როგორც ადგილობრივები ტელეკომპანია მეგატივთან განმარტავენ, სკვერის ნაწილი წლების წინ ისე გასხვისდა, რომ მათთვის არაფერი უკითხავთ. ახლა კი იმ სივრცეში, სადაც ბავშვები თამაშობენ და რომელიც კორპუსის მაცხოვრებლებისათვის მოსასვენებელ ზონას წარმოადგენს, სავაჭრო ჯიხურის განთავსება იგეგმება. ადგილობრივების თქმით, მათ უკვე დაიქირავეს ადვოკატი და გეგმავენ სასამართლოს მიმართო, რათა კანონიერად დაიცვან საკუთარი უფლებები. მათი პოზიციით საუბარი არ არის მხოლოდ მიწის ნაკვეთზე, საქმე ეხება საცხოვრებელი გარემოს ხარისხს, ბავშვებისთვის უსაფრთხო სივრცესა და უბნის საერთო ინტერესს. მაგრამ 3 იანვარს, ამა წლის 3 იანვარს, ახალ წელს რომ ზეიმობდით, ასე ქვია, თუ ქვია მას ზეიმი და მოვიდა ტრაქტორით, ამწეკრანით და მოიყვანა ხეების მჭრელები. აი ეს ხეები ყველა უნდა მოეჭრა. ხო, იქ ცაცხვიც გვაქვს დარგული, აგერ ცაცხვი გვაქვს დარგული, აგერ ცაცხვია დარგული, ეგერ კიდეც გამწვანებაზე ვფიქრობთ ახლა კიდე. ხო. და ეს ადგილი არის მოსასვენებელი ადგილი ამ ბინის და მარტო ჩვენი ბინის კი არა, ეს ატრაქციონი დაფინანსებით აგვაქვს ბინას გაკეთებული და მთელი ბუკია ისვენებს აქ, დაჯდებიან, ბავშვებს აქანავებენ და არის დასასვენებელი ადგილი. როცა ბუკიას დასაწყისი კი ხედავთ თქვენ როგორ გაიყიდა. ჩვენ სპეციალურად დავდგით მე აქ არა მოვითხოვეთ და რო ეს ტერიტორია არ გაყიდულიყო. ამასაც გაყიდიდნენ და კიდე შენობას წამოგვიჭირა. ესე იგი აქამდე უნდა აშენდეს შენობა და ჩვენ არაფერი გამოსასვლელი აღარ გვჭება მოსახლეობას. ჩვენ წინააღმდეგი ვართ მთელი 90 ოჯახი არ ვაძლევთ უფლებას შენობის დადგმის უფლება არ მივეცით და მერიამაც გადაწყვეტა რომ შენობას ვერ დადგამს. მაგრამ ხეების მოჭრის უფლება არ ვიცი ვინ მისცა, ხეები უნდა მოიჭრასო და ეხლა მოაქვს დრაივი. თუ შენობას არ მადგმევია, დრაივი უნდა დადგო. ამის წინააღმდეგიც ვართ მოსახლეობა და ბრძოლობთ, რომ როგორმე მერიამ მოუძებნოს აღნიშნულ პიროვნებას ალტერნატიული ადგილი და დაგვანებოს თავი და ჩვენც დავისვენებ და ეს დავაც შეწყდება. თხოვნა გვაქვს ასეთი მერიის წინაშე. უბრალოდ მე მაინტერესებს, ასე შეიძლება გააჩუქო, გამოაჩუქო, გაანათხოვრო. უბრალოდ აღარ უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში ასეთი რაღაცა და ჩვენ 90 მოსახლეს არაფერი გვეკითხება და მარტო ერთი ლანჩავასრულიზე უნდა იაროთ. ხო შეიძლება მერიამ თუ ვიღაცამ შეუსაბამოს რაღაცა სხვა ადგილი ყავდა მაგას მეწილი აგერ ჩარქსელიანის ბიჭი იყო და მიცეს სხვა ადგილი და გამოეყო მაგას და ააშენა და ვერ გავიგე ეხლა ხო უნდა მოსასვენებელი ჯერ ახმაური შემოახვაზე ხართ აქ არ ვლაპარაკობ იმ ტრასაზე რომელიც არის და მე არ მესმის უბრალოდ როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ჩუქება თავნებურად და რატომ უნდა იყოს ერთი ადამიანის სურვილზე და მის იმასაც აქვე კომერციულ სურვილზე ეს ყველაფერი აგებული 90 მოსახლე ჩვენ ყველაფერს ვიზამთ რომ ეს ხეები არ აიჭრას ჩვენ გქონდეს ნორმალური დასვენები აქ ხალხი მუშაობს ხო და უნდა ბავშვები ერთობიან თუ რაც ხარის ყველაფერი ყოველ შემთხვევაში ერთი პატარა სკვერი აღარ უნდა იარჩებოს ამ ქალაქში და ამუბაში ხო მართალია ჯერ შენობლებებზე გადმოდის ვინ როგორც უნდა და გადადის ისე როგორ და მიაშენებენ მოაშენებენ და პატარავდა არც ეს ზუარის არც კრანია აღარაფერი არ არის ხო შეიძლება რომ უბრალოდ ჩვენ დასასვენებლად რაღაცა გქონდეს ელემენტარულად რომ მოხვალ და დაჯდე ჩამოჯდე შენ სეზონში სკამზე მე არ მესმის რა უბრალოდ აღარ უნდა დამთავრდეს ეს თავგასულობაა სუფთა იმ ხელისუფლებაშიც და ამ ხელისუფლებით სარგებლობენ კიდევ რაღაცა ნაცნობობით იმით და აღარ დამთავრდა და ძალიან კარგი არ უნდა შეგვიძლდეს ქალაქი რა მიტომ მიდის ამ ქალაქიდან ხალხი რომ სამართალი რა არის ამდენიმე რებს ვიცვლით არაფერში წისვლა არ არის სამხრივ რა რაღაც ხო შეიძლება რომ გიჭერ მხარს მიტომ გიჭერ რომ მე უკეთესი გარემო შემექმნას გარეთ თუ არა სახში მე რაღაცას ჩემს სახში არავინ აგრებს ხო ასე რომ გარემო შეიქმნას რაღაცა სოფელს დაამსგავსოს უკვე ყველაფერია სოფელია ქუთაისი არის პატარა სოფელი უკვე ბუკიას ქუჩა გაგვიკეთეს კი ბატონო მადლობელი ვართ ქუჩა ტროტუარია ყველაფერი
ვერ გავიგე. ვეღარ ეტევა ხალხი ვერსად რა. ბუკიას ქუჩის ნომერ 3-ის მაცხოვრებლების პროტესტი ნათლად აჩვენებს, რომ ურბანული სივრცის მართვის პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები სოციალურ დაპირისპირებას იწვევს. ადგილობრივები ითხოვენ არა მხოლოდ სკვერის შენარჩუნებას, არამედ იმ უფლებების დაცვას, რომლებიც მათ როგორც ამ გარემოში მცხოვრებ მოქალაქეებს კანონით ეკუთვნით. მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა ჰელსინკის კომისიის ხდომა და განცხადებები, რომელიც კომისიის წევრებმა გააკეთეს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით ეს იყო ღია აღიარება, რომ არის მცდელობა ქვეყანაში შიდა საქმეებში ჩარევის და ლორა თორტონმა პირდაპირ თქვა, რომ არსებობს არალეგალური შავი სქემები საქართველოში ფულის შემოტანისათვის. ცნობისათვის ლორა თორტონის განცხადებით უცხოური აგენტების შესახებ კანონმა ბევრი მედია ორგანიზაციისთვის დაფინანსების მიღება გაართულა. მისი თქმით, დონორებმა იპოვეს კრეატიული გზები, რომ დაფინანსება მიაწოდონ ორგანიზაციებს დახრულ საზოგადოებებში და არსებობს გზები საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერისათვის. ლორა თორტონის თქმით, სურს, რომ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა შეწყდეს, ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა კი გაიზარდოს. ძალიან მარტივია არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გააგრძელონ არსებობა, გააგრძელონ ბრძოლა დემოკრატიისთვის. კრიტიკული ხმა ისმოდეს და ისინი რომ სხვადასხვა ფორმებს იყენებენ ამისთვის, არის ნამდვილი გმირობა. კი, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები დღეს არიან გმირები, რომ კიდევ აგრძელებენ საქმიანობა საქართველოში და ვინც ებრძვის დემოკრატიას საქართველოში არის ქართული ოცნება და შალვა პაპუაშვილი არალეგიტიმური პარლამენტიდან. რაც შეეხება ქალბატონ თორტოს, რომ წამლად ერთი ამერიკელიც იქ იყო შეხვედრაზე, ქალბატონ თორტოს მან პირდაპირ მეორე ადამიანია მარტა კოსის შემდეგ, რომელსაც პირდაპირ აღიარა, რომ არსებობს არალეგალური შავი სქემები საქართველოში ფულის შემოტანის, საკუთარ თავს ჰკითხონ ყველა ის ცვლილება, რატომ გახდა საჭირო, რომელსაც ჩვენ ვიხებთ. იმიტომ გახდა საჭირო, რომ ევროკავშირი არღვევს საქართველოს კანონმდებლობას მარტა კოსისვე აღიარებით ცდილობს მის გვერდის შემოვლას. ლორა თორტონის აღიარებით აქვს სქემები დალაგებული. ჩვენ ნახეთ, რომ ევროკავშირის წევრ ესტონეთში არის ყალბი ორგანიზაციების რეგისტრაციის სისტემა აწყობილი და რისთვის არის აწყობილი? თქვენ ხო ნახეთ ხო იქ ნიფ-ნიფის და ნუფ-ნუფის სახლში რო არის შენობაში რეგისტრირებული საერთაშორისო გამჭვირვალობა და კიდე 20 ორგანიზაცია ერთმანეთზეც ხედან ეთყობა იმ ოფისში. NGO-შნი კიდე რომელიღაცა ელჩი თუ დონორი თუ ვიღაცა და მოიფიქრეს, მოდი ახლა ჩვენ ჩუმად სადღაცას დავარეგისტრიროთ, მე იქ ჩაგერიცხავ, შენ შემდეგ კრიპტოვალუტით გადმორიცხავ, ასეთი კრიმინალური ენერგიით, აქ უკვე აღარ არის საუბარი ჩარევა და არ ჩარევაზე, ხო? ამას უკან დგას ჩვეულებრივი კრიმინალური ენერგია, მოიფიქრო სქემები, როგორ დაარღვიო კანონი. ირაკლი კობახიძე ვიდეო მიმართოს ავრცელებს და აცხადებს, რომ მიგრაციის საკითხი ქართულ საზოგადოებას განსაკუთრებულად აწუხებს. ევროპაში მიმდინარე პროცესების ფონზე საზოგადოების წუხილი და ამ საკითხით დაინტერესება არათუ საფუძველს მოკლებული, არამედ პირიქით მისასალმებელია. თითოეული პატრიოტი ქართველის სურვილია საქართველოს თავისი ეროვნული და რელიგიური იდენტობა მყარად დაიცვას და შეინარჩუნოს, ამბობს ირაკლი კობახიძე. მისივე თქმით, მთავრობა აძლიერებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, ასევე 1 მარტიდან საქართველოში უცხოელების შრომითი საქმიანობა მნიშვნელოვნად იზღუდება. მიგრაცია არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ქართულ საზოგადოებას განსაკუთრებულად აწუხებს. ევროპაში მიმდინარე პროცესების ფონზე საზოგადოების წუხილი და ამ საკითხით დაინტერესება არათუ საფუძველს მოკლებული, არამედ პირიქით მხოლოდ მისასალმებელია. ბუნებრივია თითოეული პატრიოტი ქართული სურვილია საქართველოს თავისი ეროვნული და რელიგიური იდენტობა მყარად დაიცვას და შეინარჩუნოს. ამდენად მიგრაციისა და მიგრაციული პოლიტიკის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაზიარება აუცილებლად მიმაჩნია. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პირველადი მონაცემების თანახმად საქართველოს მოსახლეობა 3.914.000 შეადგენს, საიდანაც უცხოელი მაქსიმუმ 257.000, ანუ მოსახლეობის 6.6%-ია. დაზუსტებისთვის ამაში შედის ყველა უცხოელი საქართველოში არალეგალურად მყოფი მიგრანტების ჩათვლით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დაზუსტებულ მონაცემებს რამდენიმე თვეში გამოაქვეყნებს. თუმცა მანამდე საქართველოში მცხოვრები უცხოელების სავარაუდო რაოდენობა საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით შეგვიძლია დავადგინოთ. ამ მონაცემების თანახმად, საქართველოში მყოფი უცხოელების დაახლოებით 70%, ანუ 180,000 ადამიანი, პოსტსაბჭოთა და ევროკავშირის ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მოქალაქეები არიან.
აქედან სულ მცირე 40,000 ადამიანი საქართველოს ყოფილი მოქალაქე ან და ქართული გვარის მქონეა. საქართველოში მცხოვრები უცხოელების 7,4%-ს თურქები, ხოლო 3,7%-ს ირანელები შეადგენენ. ანუ გავრცელებული სპეკულაციების წინააღმდეგ რეგიონის ამ ორი ქვეყნის ჩამორიძელი საქართველოს მოსახლეობაში 0,7%-ია. ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საემიროები, საუდის არაბეთი და ქუვეითი, მიგრანტები პრაქტიკულად საერთოდ არ ყავს. რაც სპეკულაციებით დაკავებული პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, საქმეში შეხედული ადამიანისთვის სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი. საქართველოში სწავლობს 37,000 უცხოელი სტუდენტი, რომელთა უმრავლესობა ინდოეთის მოქალაქეები არიან. სტუდენტები 7% არიან იორდანიიდან, 6% ისრაელიდან, 5% სუდანიდან, ხოლო 3% პაკისტანიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ეგვიპტიდან. ერთი უცხოელი სტუდენტი სწავლის გადასახადის სახით წელიწადში საშუალოდ 15,500 ლარს იხდის და ქვეყანაში დამატებით 16,300 ლარს ხარჯავს. მთლიანობაში უცხოელი სტუდენტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში 1,200,000,000 ლარია, რაც ნიშნავს, რომ მათ ხარჯზე საქართველოს ბიუჯეტში წელიწადში დაახლოებით 300 მილიონი ლარი შედის. გარდა ამისა, მათ ხარჯზე საქართველოში 10,000-ზე მეტი სამუშაო ადგილია შექმნილი. შესაბამისად, უცხოელი სტუდენტების პროგრამების გაუქმებით საქართველოს ეკონომიკას, ბიუჯეტს და დასაქმების მაჩვენებელს მნიშვნელოვანი დანაკლისი შეექმნებოდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სტუდენტები ქვეყანას დიპლომის აღებისთანავე ტოვებენ, შესაბამისად ისინი საქართველოს დემოგრაფიული სურათისთვის არავითარ რისკს არ ქმნიან. მიუხედავად იმისა, რომ საქმე ისე არაა, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკოსი ამტკიცებს, მიგრაციის მიმართულებით ბევრი რამაა დასახვეწი და გასაუმჯობესებელი. პირველ რიგში ვაძლიერებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, რომელმაც გასული 1 წლის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევა, ვიდრე ჯამურად გასული 10 წლის განმავლობაში. დეპარტამენტის გაძლიერება საშუალებას მოგცემს ქვეყანა რამდენიმე წელიწადში სრულად გავათავისუფლოთ არალეგალი მიგრანტებისგან, რომელთა რაოდენობა დღეს 20,000-ზე მეტ შეადგენს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოში უცხოელების შრომითი საქმიანობა 1 მარტიდან კანონით მნიშვნელოვნად შეიზღუდება, რაც შესაძლებლობას მოგცემს როგორც ქვეყნის ეკონომიკის, ისე ჩვენი მოქალაქეების ინტერესები სათანადოდ დავიცვათ. მთავრობა ამ კანონის ეფექტიან აღსრულებაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს. აქვე შეგახსენებთ, რომ 2017 წელს სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში შესწორება, რომლითაც უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება აიკრძალა. საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის დაცვა და შენარჩუნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს. პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა. კერძოდ პროკურატურის ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადაწყვიტა განეხორციელებინა არასრულწლოვანი პირის მობილური ტელეფონის დათვალიერება, მასში ნარკოტიკის განთავსების დამადასტურებელი ეგრეთ წოდებული ლოკაციის ფოტოსურათის აღმოჩენის მიზნით. ამასთან მათივე ცნობით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა მოუსთხოვა არასრულწლოვანს მობილური ტელეფონის გამბლოკვა და მისთვის გადაცემა, რაზეც არასრულწლოვანმა განაცხადა უარი. აღნიშნულით გაღიზიანებულმა კი არასრულწლოვანს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა მას, რომ დააკავებდა და სადაიძულების გზით მოეხდინა მობილური ტელეფონის გამბლოკვა, რაც ვერ მოახერხა. შვილო საქვია მე ვარ ამ რაიონის ხელმძღვანელი ამ რაიონის ხელმძღვანელი პოლიციის მოადგილეა ვაკაცობით ეხა მისმინე რა ჰა კი ვინაში ჰა მაგიშვილი ხოდა გამიხსენ ტელეფონი ვერ არა საჭირო გახსენ დო დაურეკო ეხა დაურეკო რა მე ვიღაცას უცეცხლო ბიჭო ეხა მისმინე შვილო პირდაპირ გეუნები რა ჩემი შვილის ტოლა ხარ შენი გადახვა პირდაპირ გეუნები ნაღდა და იმიტომ რომ არ მიხსენ ტელეფონი იმიტომ რომ გამდები დავიჭრე გაიგე მე გამსაღებელი დავიჭრე ნარკორეალიზატორი გაიგე შვილო ნარკოტიკები არ მოგახსენე ხო და გეუნები ტელეფონი მანახე რომ შენ არ ხარ ბოლო გადაღებულ ფოტოს ნახავ და გიშვებ მეთქი ბოლო გადაღებულს განახავ ხო მაგას გეუნები რაკჩტო ახალგაზრდა ბიჭი ხარ რა არის ეს ანახეთ არ იყო მეთქი ტელეგრამში არ მაინტერესებს
ტელეგრამში არ მაინტერესებს ფოტო. ფოტოები. ტელეგრამში იყავ შესული. ტელეგრამში იყავ. აი, ფოტოებს აშვი. ტელეგრამის ფოტოებში ხარ შესულ დაგიდახე ტელეგრამში შეხვედი მეთქი. მანახ. უყურე? ხაურე? სად? ტელეგრამში გალერეა არ არის ეს? ტელეგრამში. გალერეა. ტელეგრამში შედი მეთქი. რატომ შედი? შედი ტელეგრამში. სად ბიჭო? ვინ არის? ვინ ჩემი ადმუშაობს? ციხეში. სად? ციხეში. მაგისტერ ციხო და გაიგე ბიჭო? დამდები ხარ რა შეგახსენი ტელეფონი თორ გამწეს ხა ბუ მიგიჭერ მამაშეს გვერდზე ბიჭო გაიგე? ეს შე გახსენი ხარ ერო გუნჩი მეთქი ბიჭო. რა ჩემ ბიჭო რა ეს მამაშენი? კურდულზე მაგისტი მე. გახსენი რა არის პაროლი არ მაცემინო თავი ჩემი აი, რატომ მეთხოვდა? 16 დედისას ხო გეუნები გახსენი პაროლი რა. დამე დამარეკინე. დაგარეკინე გახსენი პაროლი, ჩა დამარეკინე. გახსენი. დამარეკინე და გავხსნი დედას გაბიჭები, ყველაფერს გაბიჭები გავხსნი. გახსენი მეთქი ხა დედას არ მაინტერესებს. იეზიკ დამდები ხარ. ვისაც გინდა დაურეკეთ, ნებისმიერ სხვა პოლიციას დაურეკეთ, გავხსნი. ვის ხო პოლიციას? პოლიციას დაურეკეთ, გავხსნი. მე ვარ პოლიციელი, ბიჭო, შენზე მეტი აქ არავინ არ მოგივა. გავიგე, მაგრამ ვინმეს დაურეკეთ, გავხსნი. რას გევინმეს ვის დაურეკო, აბა? ჩემი მშობლებისაც დეიდა ჩემს, დედა ჩემს, რა ვიცი. ნებისმიერ. ბიჭო, გახსენი მე შენ ფსიქიური ხატო. დაურეკე და გავხსნი, მართლა ყველაფერს გებწევი. ბიჭო, მისმნე. სამ თითები დაგატეხე მეთქი. შენი მამის დაურეკე. გაიგე? დაგაკავ ადმინისტრაციულად. კაი ხარ, რა, კომანა. გააჩენეს დედული მანქანაკიდე. სადმე? დამარეკინეთ, დაგარეკინეთ მე. სერიოზულად გავხსნი, დამარეკინე და გავხსნი. შენ ჯონე ჯალაშმა ჯომაჯოვე? ვარ. აბა რა გი? დამარეკინე და გავხსნი, სერიოზულად დამარეკინე და გავხსნი. ესე კი, ეს დამდებია რა. მართლა დამარეკინე და გავხსნი. ხელი გაწვიე მეთქი ბიჭო. გაწაული მაშინ. ხელი რა, ხელი შენი შენი. გეუნები მეთქი. შენი მამის შეიამ. არგი, მაგრამ გაიგე? დამარეკინე. მამის კარ. ხო. მოდი აქ უკან და ხელს ხელი დამჭირე. დამარეკინე, რა ჩემთან გავხსნი, ვა, ვიწე. შენთან არა იმასთან დებია შენთან კიდე. დებია ჩემს წავალ. დაუჭერე ხელი კაცხვანას. დამარეკინე. რა ძილები დალაშმეჯურო თუ რა. არა, და ჩემთან დამარეკინე თუ ურო. რამდენი ხანი მეჭიდო? და ჩემთან დამარეკინე. ხალი მომწოდა. ძალიან კაი. ხალი მომწოდა. ბიჭო, მისვი კაი მოუკეთე კარები, სამართლოში შევიყვანოთ. მოიგო, დაუკეთე, გადაკეთე. ხეხი შეწიე. სამართლოში მივიყვანოთ. ხეხი შეწიე, თორე შეგაგდე. ხეხი შეწიე. დაურეკა მე. პოლიციაში მივიდა დაგარეკე. ო, მიხი დაურეკე. აჰა, შევწევი. აი, დავაშო. ის დააშავა პოლიციის ალიმურჩილები. და მაგის გამ კაბაზეში წახვა. წამო. აი ხა დაკავიცო შეგისვებ. წამო. და განახ, მაცალე. დედა შეშრობოთ ხრო, მე რა ის და შე არის მეთქი. არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით იორდანიის მოქალაქე დააკავეს. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული წინასწარი შეცნობით სისტემატურად ახორციელებდა გარყვნილ ქმედებას საკუთარი არასრულწლოვანი ქალიშვილების მიმართ. გარდა ამისა, დგინდება, რომ დანაშაულში ბრალდებული პირი შვილებზე ფიზიკურადაც ძალადობდა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულის შესახებ არასრულწლოვნები მოუყვებოდნენ სხვა პირებს, ბრალდებული სამივე შვილს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა პირი ბრალდებული სახით დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილითა და 11 პრიმა 151 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობსაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე, ხოლო მოსამართლის განჩინების საფუძველზე კიდევ ერთი პირი ბათუმში სხვადასხვა დროს დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრიკის შედეგად ნარკოტიკული საშუალება ალფა-პუპუ და გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცება დამოიღო. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასვებისა და კულტივირებისათვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 260 კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 93 წლის იუბილეს საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნა. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა უნივერსიტეტის ეზოში მდებარე აკაკი წერეთლის ძეგლი ყვავილებით შეამკეს, რითაც პატივი მიაგეს ქართველი კლასიკოსის მემკვიდრეობას. საიუბილეო დღის ფარგლებში გაიმართა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება. უნივერსიტეტის დამფუძნებელ მეცნიერთა ხეივანში პროფესორ შალვა ნუცუბიძის ბიუსტის გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები. ბიუსტის გახსნა სიმბოლურად უკავშირდება იმ ადამიანების დაფასებას, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების განვითარებაში. გილოცავთ და ულოცავ ყველას, სრულიად საქართველოს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს, ყველა თანამშრომელს. დღეს ხო ჩვენი უნივერსიტეტის დაბადების დღე არის. ზუსტად 93 წლის წინ, იმ ძალიან თოვლიან პერიოდში ჩამოვიდა ეს დიდი ბუმბერაზი ადამიანები, დიდი გიორგი ახვლედიანის ხელმძღვანელობით და ჩატარდა პირველი ლექცია, როგორც უმაღლეს სკოლაში და იქიდან დაიწყო ათვლა უმაღლესი განათლების კერამ საქართველოში, იმერეთში, უფროსწორად, რა თქმა უნდა, ყველა კურსდამთავრებულს, ყველა ადამიანს, ვინც ჩვენი მეგობარია, ვინც უნივერსიტეტთან არის დაკავშირებული, ულოცავ ამ დიდ დღეს და იმედია ის დიდი ღვაწლი, რაც ამ დიდმა ადამიანებმა დატოვეს, გაგრძელდება ისე, რომ უფრო ამაყი იქნება მომავალი თაობა. დაარსების დღიდანვე ქუთაისის უნივერსიტეტი გამორჩეოდა არა მარტო დასავლეთ საქართველოში საერთოდ როგორც გამორჩეული კულტურული საგანმანათლებლო კერა, დღეს ის ფაქტობრივად სამი ინსტიტუტის სახით არის წარმოდგენილი, ყოფილი ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ყოფილი სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტი და სასიამოვნოა, რომ ეს უნივერსიტეტი ამ ტრადიციას აგრძელებს ძალიან წარმატებულად. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია 9-10 წლეულის წინ დაიწყო. დღეს იგი საქართველოში ტრადიციებით გამორჩეული ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებელია, სადაც ათასობით სტუდენტი იღებს განათლებას სხვადასხვა მიმართულებით. უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტებში და მიზნად ისახავს თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული განათლების განვითარებას. უნივერსიტეტი პედაგოგიური ინსტიტუტის სახით დაარსდა როგორც უმთავრესი განათლების კერა დასავლეთ საქართველოში. ის არის გელათის აკადემიის მემკვიდრე, შორეული, მაგრამ მაინც მემკვიდრე და შეუცვლელ როლს თამაშობდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყოველთვის 1933 წლის შემდეგ დღევანდელი დღის ჩათვლით და ეს არის განსაკუთრებული სასწავლო დაწესებულება, რომლის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია. შეიძლება ითქვას თუ არა, რომ ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტი არის ჰაბი მთელი იმერეთის რეგიონისთვის. რა თქმა, არა მარტო იმერეთის რეგიონისათვის, მთელი დასავლეთ საქართველოსათვის, იმიტომ რომ პირველი უმაღლესი სასწავლებელი დასავლეთ საქართველოში იყო ჩვენი უნივერსიტეტი, შემდეგ დაარსდა ბათუმის, სოხუმის და ასე შემდეგ და ეხლა ზუგდიდის და სხვა უნივერსიტეტები და ძირითადი ბაზა განათლების ჩვენი უნივერსიტეტი იყო. ამას მოწმობს ის, რომ მის დაარსებაში მიიღეს მონაწილეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლებმა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის შემქმნელებმა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 93 წლის იუბილე წარმოაჩენს მის სტაბილურობასა და ინსტიტუციურ მდგომარეობას. უნივერსიტეტი, რომლის საქმიანობა 9-10 წლეულს მოიცავს, დღესაც ინარჩუნებს აკადემიურ სტანდარტებს და აგრძელებს ფუნქციონირებას როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრი ქვეყანაში. ცოდნა ვაჩუქოთ ყველას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, იმიტომ რომ მათ შემდეგ ჩვენ შვილებს აჩუქონ და გაზარდონ, აემცოდნით ყველანი.